პოეტ ანა ქადაგიშვილს, რომელიც პროფესიით ექიმია, კოლეგებმა დაბადების დღე განსხვავებულად მიულოცეს. გაიმართა საიუბილეო საღამო, სადაც მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. კონკურსების გამარჯვებული პოეტი პაციენტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვასთან ერთად ლექსებსაც აქტიურად წერს. სამმავლოდ კი კრებულის გამოცემას გეგმავს. ანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მშობლებს, შვილს, ოჯახს, ბავშვობის მოგონებებს. პირველი ლექსი სწორედ დედას მიუძღვნა. პროფესიით ექიმი გრძნობებს სტრიქონებად გადმოსცემს და სათქმეს, ასე რითმებში ატევს. სითბოთი და სიყვარულით ხატავს ყველა იმ გრძნობას, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია. ანა ქადაგიშვილმა ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო. ჩვენი მაყურებელი მას არა მარტო ექიმად, არამედ როგორც პოეტსაც კარგად იცნობს. დაბადების დღის აღსანიშნად კი კოლეგებმა საიუბილეო საღამო მოუწყვეს და მისი ლექსები წაიკითხეს. ეს არის ძალიან დიდი мотиваცია ჩემთვის და მთელი ცხოვრება მათი სიყვარულის ვალი მექნება. ბავშვობიდან წერ ლექსებს, ბავშვობიდან მაქვს ეს რაღაცა мотиваცია, წერ ძირითადად დედაზე, აპრილზე, რადგან აპრილი მართლა ჩემი თვია, აპრილში დავიბადე, აპრილში მოხდა დიდი ძრები ჩემს ცხოვრებაში. ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება აპრილს და ძალიან მიყვარს ეს თვე. არაერთი ლექსის ავტორია მისი შემოქმედება კოლეგებისთვის საკმაოდ საინტერესოა, როგორც ამბობენ. ანა ქადაგიშვილის თითოეულ ლექსში გაზაფხული სითბო იგრძნობა და უდიდეს სიყვარულს გრძნობენ. შედგა საღამო, რომელსაც მე დავარქვი ანა და აპრილი. შედგა ეს საღამო იმ საზოგადოების მხარდაჭერით, ორგანიზაციით და დიდი შრომით, რომელსაც კახეთის ოჯახის ექიმები ქვია, გურჯანის ოჯახის ექიმები და ანა ამ საზოგადოების გამორჩეული და ღირსეული ქალბატონია. ანა არის კარგი ექიმი, კარგი კოლეგა, კარგი მეგობარი და პოეტი, რომელიც თითოეულ ლექსიდან მოდის უდიდესი სიყვარული, გაზაფხულის სითბო, აპრილის მშვენება. მაყოფილები ვართ ჩვენც რო ეს საღამო შედგა, სიურპრიზს უმზადებდით, გვინდოდა რომ სიურპრიზი ყოფილიყო მისთვის და ბოლოს მაინც ისე გამოვიდა რომ ერთი კვირით ადრე მაინც ვუთხარით და თან შევთავაზეთ რომ იქნებ თუ ვინმე გინდათ მეგობარი მოიყვარეთო და რამოდენიმე მეგობარიც აღწერება ანას. დღევანდელი დღე იმდენად კარგია და იმდენად სასიამოვნოა, რომ აი ენითაც ვერ გეტყვით. იმდენად კარგია. ანას ესეთი ნიჭი აღმოაჩნდა, რომ გარდა კარგი ექიმობისა, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი გოგოა და ნიჭიერი ექიმია, ამასთან ერთად აქვს ეს საოცრად კარგი ნიჭი, ლექსის წერის, პროზაული ნაწარმოებების წერის. მის ლექსზე სიმღერაც შექმნა ჩვენმა კახელმა ერთ-ერთმა მომღერალმა ქალბატონმა. ანა ქადაგიშვილი რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია, პროფესიით ექიმი კი ლექსების კრებულის გამოცემას აპირებს.